მსახურება ყოველთვის მძიმეა, მსახურება ყოველთვის მტანჯველია. თუ ადამიანი მსახურებს არასოდეს მატერიალური ანაზღაურება სამწუხაროდ თუ ესია ღვთისგანგებით მატერიალური ანაზღაურება არასოდეს ადეკვატური არ აქვს. აბა ჯარისკაც როგორ შეიძლება ადეკვატური ანაზღაურება კონდეს მატერიალური როცა შეიძლება მოკვდეს. ან ქირურგს როგორ შეიძლება მატერიალური ანაზღაურება ადეკვატური კონდეს. განაცუდია რომ კონდეს, მაგრამ არ აქვს. ადამიანი რა მრავალი საათი ოპერაციას აკეთებს, რომელიც და გადაარჩენს პაციენტს. რა ხელფასი უნდა მისცე რომ ადეკვატური ანაზღაურება კონდეს. არ აქვს მსახურს ადეკვატური ანაზღაურება. მისი ანაზღაურება ზეცაში იწერება. ეს შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას. მაგრამ თავარი ეს არის, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ მას უნდა კონდეს გაცნობიერებული, თუ მას გაცნობიერებული არ აქვს, ვერ იმსახურებს და გადაიქცევა მუშაკად, რომელიც მხოლოდ იმიტომ იმუშავებს, რომ მატერიალური ანაზღაურება აიღოს და რომ ვერ აიღებს, ის წუხს, წუწუნებს და მსახურებას წყვეტს და იქცევა არაპროფესიონალ ადამიანად, რომელიც იმ რასაც აკეთებს, იმას აფუჭებს. შესაბამისად, მღვდელი და რა თქმა უნდა მღვდლის მიბაძვით ქრისტიანი, მღვდელს გაცნობიერებული უნდა კონდეს, რას ნიშნავს მისი მსახურება. და თუ ეს გაცნობიერებული არ აქვს, მაშინ მისი მსახურება სიტყვიერიც და მისტიკურიც, ანუ სიტყვიერი როცა ის მისიონერებს და მისტიკური როცა ის ევქარისტიულ მსახურებას ეწევა, ლოცვითი მსახურება ვერ იქნება იმ სიმაღლის, თუ საერთოდ აზრს არ დაკარგავს. აი ამ კონტექსტში მინდა წაგიკითხოთ მათეს სახარებაში აღმოკითხული უფლის სიტყვები, როცა ის ასე ამბობს: ამაოდ მსახურებენ მე, საუბრობს ფარისევლებზე, გარეგან რელიგიურ ადამიანებზე რო განვაზოგადოთ, რამე თუ ასწავლებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა. ეს საინტერესოა, როდესაც ღვთისმსახური, ჩვენ ღვთისმსახურნი ვართ, არ გაუცნობიერებლად ვსახურებთ და არ ვიცნობთ იმას, ვის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვისაც თითქოს ვემსახურებით, ჩვენი მსახურება სიცარიელი ხო არ არსებობს, სიცარიელი ადგილი არ არჩება და ამიტომ ჩვენი მსახურება ივსება იმ მოძღვრებებით, რომლებიც არის ადამიანური. რას ნიშნავს ჩვენი ღვთისმსახურება? აი პავლე მოციქული ამბობს, დიდარს ღმრთის მსახურების საიდუმლოება ღმერთი გამოჩნდა ხორცით. რას ნიშნავს ღმერთი გამოჩნდა ხორცით? ღმერთი გამოჩნდა ხორცით ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი მას შემდეგ, რაც ღმერთი გამოჩნდა ხორცით და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ქრისტეს ნაწილი ხდება საიდუმლოებრივად, მისტიკურად, ეკლესიის მიერ, თითოეული ადამიანი ღვთის ტაძრად იქცევა. და ღვთის ტაძრად გადაქცეულ ადამიანს გულში ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ყავს, რომ ქრისტე მკვიდრდება და ქრისტესთან ერთად მამას და სულიწმინდაც და ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მოწოდებულია იყოს ღვთისმსახური, დიდი საიდუმლოების ღვთისმსახური, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით და რაც ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი ღვთის ტაძარია და რაც ეს ნიშნავს, რომ მაშინ მკვიდრდება ქრისტე და ქრისტესთან ერთად მამაცა და სულიწმინდა ღმერთიც, ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი უნდა იცნობდეს ღმერთს. ანუ იგი უნდა იცნობდეს იმას, ვინც ირწმუნა. ეს მცნობელობა ღმერთის, ისე როგორც ადამიანის ცნობელობას შეიძლება პერიოდი ჭირდება, მაგალითად აი ცოლ-ქმარი დაქორწინდა, ხო? თუ რომც უყვარდათ ერთმანეთს, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და გადის წლები, რომ მათ ერთმანეთი გაიცნონ და შეიძლება სიბერისკენ მოხდეს. ასევე შვილი, რომელიც დედამ გააჩინა, ხო? თვითონ გააჩინა, მაგრამ წლები გადის, ათეული წლები, რომ მან საკუთარი შვილი გაიცნოს. ბოლოს და ბოლოს თუ ვინ არის ეს ადამიანი? ბუნებრივია, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ღმერთის ცნობელობაზე, აქ არის საუბარი უსასრულო განვითარებაზე, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს თუ არ დაიწყო, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ, ვინც არ იცნობს ღმერთს, რომელიც მასში პოტენციურად მკვიდრობს და უკვე რეალურადაც უნდა მკვიდრობდეს, ადამიანს აქვს შეგრძნება და განცდა საკუთარ თავში ცოცხალი ღმერთისა. და თუ ადამიანს აქვს საკუთარ თავში განცდა და შეგრძნება ცოცხალი ღმერთისა, მისი მსახურება ჭეშმარიტი ღვთისმსახურებაა. იმიტომ რომ მისი სიტყვა მადლით არის გამსჭვალული, მისი ლოცვა, მისი ევქარისტიული მსახურება განსაკუთრებულად მადლით არის გამსჭვალული, ანუ მისი ყოველი მოქმედება მადლით არის გამსჭვალული.